მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ, მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით. და დღეს მინდა გავაკეთოთ ექსპრეს გაშლა და მოდით ვნახოთ რა შეტყობინება, რა ინფორმაცია მოდის კონკრეტულად თქვენთვის სამყაროსგან. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მოვისმინოთ ის თუ რას კარნახობს სამყარო და რას გვეუბნება. ნუ რაფერს ნუ ჩაიფიქრებთ, უბრალოდ აირჩიეთ სამიდან ერთ-ერთი ვარიანტი და ვნახოთ რა ინფორმაცია მოვა თქვენთვის და მერე უკვე მიხვდებით თქვენ თავად თქვენს ცხოვრებისეულ გარკვეულ სიტუაციებში მოირგებთ თავად უკვე აი ამ შეტყობინებას, რომელიც მოდის სამყაროსგან. მაშასე გვაქვს სამი ვარიანტი და ვირჩევთ ერთ-ერთ ვარიანტს. არაფერს არ ვიფიქრებთ, უბრალოდ მადლიერებით ვღებულობთ იმ ინფორმაციას, რომელიც მოდის სამყაროდან. აქვე შეგახსენებთ, ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ, უნდა მომწეროთ WhatsApp-ში ან Viber-ში ნომერზე 511131818 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტაროს სამყაროს Facebook გვერდზე Messenger-ში. მაშასე დავიწყოთ რა ინფორმაცია მოდის თქვენთვის სამყაროსგან. აი ეს სამი სხვადასხვა ვარიანტი, აი ესე ქაოტურად დავდოთ, შევამოწმებ, მე მგონი სამი, არა. რომ არჩევანში არაიბნეთ და ხელი არ შეგეშალოთ, აი ესე სამივე თანაბრად დევს, როგორც ვხედავ და დავამატებ მინერალებს, მოდი დავამატოთ პირველი იყოს მთისბროლი, მეორე მოდით დავამატოთ ფირუზი და მესამე მოდით დავამატოთ ვარდისფერი კვარცი. აი ესე. მოუხდა ტაროს თვითონაც, ხო, ფერებში ეს მინერალები. აირჩეთ პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი და ვნახოთ პასუხები. დროებით გადავდოთ მეორე და მესამე ვარიანტები, დავიწყოთ პირველი ვარიანტი. ჩემო კარგებო, თქვენი შეტყობინება ეხება რა თქმა უნდა თქვენს გრძნობებს, თქვენს პირად ურთიერთობას ან თქვენს პარტნიორს. მოკლედ თქვენთან ვისაუბრებთ პირად ურთიერთობაზე, გრძნობებზე, სიყვარულზე და ვნახოთ რა შეტყობინება მოდის კონკრეტულად თქვენთვის. სიახლეებს ელოდეთ, განახლება სიახლეებს, რაღაცა საჩუქრებს, შეიძლება ეს საჩუქარი პარტნიორისგანაც იყოს, შეიძლება კონკრეტულად პარტნიორისგან არ მოვიდეს საჩუქარი, მაგრამ მოვიდეს სიახლეები. აქ ნახეთ ჩემო კარგებო, რაღაცა გარკვეული საიდუმლოს გახსნა ხდება. ის რაც თქვენთვის იყო დაფარული თქვენი პარტნიორისთვის, არის რაღაცა დაფარული ინფორმაცია, რომელიც თქვენთვის არ არის ცნობილი. ეს შეიძლება ეხებოდეს სხვათა შორის მის ოჯახს და გაიგოთ, რომ მას უბრალოდ ყავდა ოჯახი ან ყავს ახლა. არც ეს ვარიანტი, არც თუ ისე სასიამოვნო, მაგრამ არც ეს ვარიანტი არის გამორიცხული. ანუ არის რაღაცა აქ დიდი საიდუმლო, აი რას გვეუბნება სამყარო და რა უნდა გაიგოთ თქვენი პარტნიორის შესახებ. ან ცალკე ოჯახი ყავს, ან რაღაცა მესამე პირია, შეიძლება ბავშვის ამბავიც იყოს, მოკლედ რაღაცა სიახლეები, რაღაცა ამბები არის აი ამასთან დაკავშირებით და ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ესე იგი რაღაცა არის დაფარული თქვენთვის, თქვენი პარტნიორისგან. რამაც შეიძლება ძალიან სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს, როგორც დადებითი კუთხით, ასევე უარყოფითი კუთხით. საჯარო გაშლა არის და რა თქმა უნდა ეხლა ჩვენ არ ჩავალთ, მით უმეტეს ვაკეთებ ექსპრეს გაშლას, ხომ? მოკლედ აი ეს ინფორმაცია მოდის სამყაროსგან, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის დაფარული, ის რაც ეხება თქვენს პარტნიორს. ამას დავაბრუნებ, ამას გადავდებ და მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტი, ფირუზის კოვინც აარჩია და ვნახოთ მეორე ვარიანტი, რას დავაჩეხოთ და ვნახოთ რა ინფორმაცია მოდის სამყაროსგან თქვენთვის.
მეორე ვარიანტი სიზმრე პირველ რიგში მიაქციეთ თქვენ სიზმრებს ყურადღება აუცილებლად პასუხები გარკვეულ თქვენ შეკითხვებზე შეიძლება სწორედ სიზმრებში შეიძლება რაღაცას ძალიან ისეთი ინტუიცია აქვს აქ ვინც მეორე ვარიანტი აირჩია ან კიდევ ძალიან ისეთ სიზმრებს ხედავს საყურადღებოს რომელსაც ახსნა ჭირდება რომელსაც ყურადღების მიქცევა ჭირდება და კიდევ რა შეგვიძლია თქვა რომ რაღაცა მინიშნებები არის თანხასთან ფინანსებთან დაკავშირებით არ მოხდეს რაღაცა თანხის დანაკლისი დაკარგვა რომ მე აი თავის ტკივილად არ გაგიხდეთ რაღაცა. მოკლედ სამყარო გაფრთხილებთ რაღაცაზე, რომ აი თითქოს რაღაცა ინტუიციურად რაღაცას გრძნობთ მატერიალურთან დაკავშირებით რაღაცა ხარჯები. შეიძლება იყოს აი ეგ გაუთვალისწინებელი ხარჯები და ასე შემდეგ. თუმცა მაინც გეშინიათ, იმიტომ რომ ამას თქვენ გრძნობთ, კი ბატონო, ამას თქვენ გრძნობთ, ეს თქვენ იცით, ფრთხილობთ ძალიან და საჭიროც იქნება სიფრთხილე ეს პირველი რომ შეიძლება რაღაცა შეძინა გინდათ, რაღაცაზე ხარჯის გაწევა გინდათ, ხო? კარგად დაფიქრდით, ხო? აი მაგალითად შეიძლება რაღაცაზე შეიძლება განადება გინდათ, გააკეთოთ და ჯობია რომ განადება არ გააკეთოთ და სულად გადაითეხადოთ თანხა. ან პირიქით თქვათ, ფიქრობთ რაღაცაზე ჩადოთ თუ არა თანხა, რაღაცაში გადაიხადოთ თუ არა თანხა. რაღაცა მატერიალურში შეიძლება შენაძენთან დაკავშირებით იყოთ, გიშინიათ დანაკლისის. გეშინიათ ინტუიციურად გრძნობთ, სად არის პატარ-პატარა საფრთხეები და აი შეეცადეთ, რომ ის საფრთხეები გამოასწოროთ. ასევე არ ვიცი რა მინიშნება არის ეს კონკრეტულად, რატო გეუბნებათ სამყარო, აი ესე მკაფიოთ, რომ მიაქციეთ ყურადღება. ხო, თქვენ სიზმრებს ძალიან დიდი ძალა აქვს. რაღაცა სიზმრებს ხედავთ, როგორც ჩანს, ეს ბოლო პერიოდია, უახლოესი ბოლო პერიოდი, ჩავთვალოთ, ხო, 1 კვირა, 2 კვირა, მეტი არა, რომ აი ძლიერ ემოციას გიტოვებთ, აქცევთ ამას ყურადღებას, ოღონდ ვერ ხსნით რაღაცნაირად, ხო, შეიძლება. აი დაფიქრდით, განმარტოვდით, იმიტომ რომ რაღაცეებზე პასუხს იპოვით თქვენ სიზმრებში. სამყარო ცდილობს თქვენთან დაკავშირებას, ცდილობს რომ მოგაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია. 1 ანკანიც დავამატოთ, 1 კი არა და 2 წამოვიდა. ხო, იცით რა არის, ხარჯებს ვერ აცდებით, აქ ხარჯები ყველა შემთხვევაში გასაწევი იქნება. ყველა შემთხვევაში, გეშინიათ, რომ ორ სხვადასხვა ინფორმაციას მაძლევს, მე არ ვიცი. თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე, თქვენ უფრო ზუსტად გეცოდინებათ, რა შუაში არის ეს სიზმრები, ხო, ეს ძლიერი ინტუიცია, რაღაცას რო კარნახობთ და რა შუაში არის ეს რაღაცა მატერიალური საკითხები, რომელიც თქვენთან ამოდის, რომელზეც ნერვიულობთ, ხო, რაღაცა დანახარჯები, რომელიც საჭიროა რომ გაიხოთ. რაღაცა კავშირი ამ ორ შორის არის და ალბათ დააკავშირებთ. ყოველ შემთხვევაში, გეშინიათ ამ ხარჯების გაწევა მაინც მოგიწევთ. ეს მე სტაბილურობას მოგიტანთ, მოკლედ თავის მიზანს მაინც მიაღწევს, ხო, ანუ ხარჯი ანაზღაურებული იქნება იმ შედეგით, რასაც თქვა არ ვიცი რაღაცა ფიქრობთ რომ გჭირდებათ, მაგალითად მანქანა და ყოფნანოთ იყიდოთ, არ იყიდოთ და იყიდეთ მერე. ან სხვა რაღაცაში შეიძლება, არ ვიცი, რაღაცას მკურნალობაში შეიძლება უნდა, არ ვიცი, ხო. ხარჯების გაწევა ის მაინც თქვენ იმ შედეგს მაინც ამოიღებთ აქედან, ამიტომ გეშინიათ ამ ხარჯის და პლუს ამას მიაქციეთ ყურადღება თქვენ სიზმრებს. სამყარო რაღაცას კარნახობთ თქვენ სიზმარში და პასუხებს ღებულობთ სწორედ. შეიძლება თხოვთ ხომ სამყაროს შემოქმედს, რომ აი როგორ მოვიქცეთ, მითხარი პასუხი გამაგებინე, ხო? და სწორედ სიზმრების სახით გეუბნებათ პასუხს და მიაქციეთ ამ სიზმრებს ყურადღება. და გადავიდეთ მესამე ვარიანტზე, ვარდისფერი კვარცი და ნახოთ რა ხდება ეხლა აქ. აქ ძალიან საინტერესო ამბავი ხდება. აქ შეიძლება მოკლედ ვიღაცის ახმარება თქვენი სურვილის, არ ვიცი თუ რაღაცა საქმის მოსაგვარებლად, იმისთვის რომ ეს ფრთები შეისხას უკაცრავად, თქვენმა სურვილმა რომ მიაღწიოთ საწადელს, რაღაცა მიზნამდე მიხვიდეთ, აქ რაღაცა ადამიანის დახმარება გჭირდებათ.
ეს შეიძლება იყოს მეგობრების წრე, ეს შეიძლება იყოს ოჯახის წრე, მოკლედ აქ მარტო თავის გარდ ნუ ცდილობთ რაღაცა საკითხი მოვაგვაროთ მარტო. გჭირდება დახმარება და თქვენ ამ დახმარებას აუცილებლად მიიღებთ. აუცილებლად იქნება თანადგომა. ასევე გაითვალისწინებთ, რომ სამყარო თქვენ მხარეს არის, გაითვალისწინებთ, რომ თქვენი მფარველი ანგელოზი თქვენ მხარეს არის და აი ამ საწადელს მიაღწევთ, მაგრამ დახმარება დაგჭირდებათ აი როგორც სამყაროს ძალების, ასევე ადამიანების, ასევე გარემოცვის. შეიძლება ვიღაცას უნდა მიმართოთ. ეს შეიძლება იყოს ექიმი, ეს შეიძლება იყოს მაგი, ეს შეიძლება იყოს მეგობარი, ოჯახის წევრი, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროთ კონკრეტულ საკითხში, ხო? აი ერთად აკეთებთ რაღაცას, ერთად გამოგვით რაღაცა და ნუ გეშინიათ, იმიტომ რომ სამყარო თქვენსკენ არის, თქვენი მფარველი ანგელოზი თქვენსკენ არის და ძალიან სწრაფად უნდა ელოდოთ ცვლილებებს, ხო? აი, როდესაც ამ დახმარებას მიიღებთ, ხო? ძალიან სწრაფად მოდის თქვენთან საწადელი, გახართ გამარჯვებული, ღებულობთ იმას, რისი მიღებაც გინდათ. მოკლედ გყავთ ვიღაცა ადამიანი, ვისაც შეუძლია ძალოთ თქვენი დახმარება და ასეთი ამბავია, სწრაფი ცვლილებებით წამოვა. აი ესეთი შეტყობინება, ესეთი ინფორმაცია მოდის სამყაროსგან. თქვენთვის, თქვენ თავად უკეთესად, თქვენი მიმდინარე მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩემზე კარგად მიხვდებით, რატო კარნახობთ კონკრეტულ რაღაცას სამყარო, რას გეუბნებათ, რისთვის და სასიკეთოდ გამოიყენეთ ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აუცილებლად. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემს არხზე, დიდი მადლობა, რომ უყურებთ ჩემს ვიდეოს, ჩემს გამომწერებს. ყველას ძალიან დიდი მადლობა, მეულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებ.